პარიზიდან დაბრუნებული ეს მითხრა აი ამ სახით მოვიდა ესეთ დაზიანებული ხო? 18 საუკუნით დათარიღებული ხატებითა და ძვირფასი თვლებით შემკული ეს მითხრა სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ასე გამოიყურებოდა. მისი დაზიანებული ნაწილები რესტავრირების შემდგომ აღდგა. სიწმინდე წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის წყალობით პარიზიდან თბილისში აღმოჩნდა. ამჟამად ის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული. მიტრის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს თავზე მოთავსებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულება. არსებული წარწერის მიხედვით სიწმინდე მთავარეპისკოპოს ბესარიონს ეკუთვნოდა. ეს მითხრა აი ამ სახით შემოვიდა მუზეუმში პარიზიდან როცა ჩამოვიდა იგი. ჩვენმა გამოცდილმა რესტავრატორებმა თავიანთი კეთილი რჩევით სრულად ახალგაზრდა დამწყებ რესტავრატორს ჩეჩელაშვილს სათანადო კონსულტაციების გაწევის შემდეგ მიეცა საშუალება რომ აღებინა აი ეს არაფრად ქცეული მითხრა და აი ამ სახით წარმოგვიდგინეს. ძალიან საინტერესო არის მის ცაზე მოთავსებული აი ეს მედალიონი, სადაც ხატი მიძინების არის წარმომდგარი, რომელიც აი ეს კომპოზიცია საერთოდ აგებული არის ღვთისმშობლის გოდების ტექსტზე. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენილ მიტრებს შორის ეს ყველაზე ადრეულია. სიწმინდე მე-16 საუკუნის ბოლო 10 წლეულით თარიღდება. ამასთანავე ის უნიკალური და აბსოლუტურად განსხვავებულია. მნიშვნელოვანია მისი იკონოგრაფიაც, შემკულია ძვირფასი თვლებით. მიტრაზე დართული წარწერის მიხედვით ის მღვდელმთავარ მიტროფანეს ეკუთვნოდა. გაუგებარია როგორ შეასრულეს ესე მაღალ დონეზე ეს სცენები. ოქრომ კედით, ორს კედით და ძალიან ბევრი ძვირფასი ქვებია გამოყენებული. მიტრის შიგნით გვირგვინი შიგნით არის წარწერა ნუსხურით შესრულებული, სადაც წერია რომ მიტრა ეკუთვნოდა მღვდელმთავარ მიტროფანეს. სხვა საღვთო შესამოსელთან ერთად, მაგრამ ის შესამოსელი დაკარგულია, ჩვენამდე არ არის მოღწეული. ასეთი სცენები არც ერთ მიტრაზე არ არის, რაც ჩვენამდეა მოღწეული, არც ერთზე არ არის. აქ არის წარმოდგენილი ორსახელბზიარების სცენები მიტრის გვირგვინზე, ასევე არის ფეხთაბანის სცენა და საიდუმლო სერობის სცენა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში კიდევ ერთი მიტრაა წარმოდგენილი. ის მე-17 საუკუნით თარიღდება. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ჩვენთვის არც შემწირველისა და არც მფლობელის ვინაობა ცნობილი არ არის. სიწმინდისთვის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს გელათის საგანძურის აღწერის დროს მეუკლევია. აქ არის წარმოდგენილი ზეციური სამოთხე. მიტრა შემკობილია მინანქრის მედალიონებით, გამოყენებულია ძალიან ძვირფასი ქვა და მიტრის ცაზიზაციური სამოთხეა, ხოლო მიტრის გვერდებზე მაცხოვარი ღვთისმშობელი იოანე ოქროპირი, ბასილიკოსი იოანე მახარებელი, იოანე ნათლისმცემელი წარმოდგენილია. ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე ამ უნიკალური და მნიშვნელოვანი მიტრების პარალელურად ეროვნული მუზეუმის დარბაზში დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს ანტონ ჭყონდიდელის ენქარს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ 4 თავებს. ამასთანავე ექსპოზიცია ძველი წელთაღრიცხვის მე-8 ათასწლეულიდან ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნემდე საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ მასალებსაც მოიცავს.